მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. შიმშილობის მე-19 დღე, სოლიდარობა და თავისუფლება მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ბათუმელებისა და ნეტ-გაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს შეხვედრაზე გამოსასვლელად გარკვეული მანძილის გავლა უჭირს. ინფორმაციას პატიმარი ქალი ჟურნალისტის ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს. საიას იურისტი ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ მათ პენტენციური დაწესებულებიდან მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან. შესაბამისად, მათთვის უცნობია თუ რა კვლევები უტარდება ქალ პატიმარს. რატომ არ აწვდიან იურისტებს პატიმრის სამედიცინო საბუთებს? კითხვაზე პასუხი ჩვენ სპეციალური პენტენციური სამსახურიდან ვერ მივიღეთ. აქ ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. რამდენად ფლობს სახალხო დამცველი ინფორმაციას? უტარდება თუ არა მზია ამაღლობელს ის სამედიცინო მომსახურეობა, რაც შიმშილობის დროს პროტოკოლით არის გათვალისწინებული. კითხეთ სახალხო დამცველს, სადაც გვეუბნებიან, რომ ამაღლობელს ამ კვირაში დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, ხოლო ექიმი უახლოეს პერიოდში ქალ პატიმარს კვლავ მოინახულებს. მზია ამაღლობელის და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლების მოთხოვნით უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება ახალციხეში. მე-19 დღე უყურეთ შიმშილობს ქალბატონი მზია, მე გუშინ საღამოს ვნახე იგი. მართალია თვითონ ყოველთვის ამბობს, რომ ხნედ არის, კარგად არის, არაფერი არ აწუხებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აქვს თავისი ქრონიკული დაავადებები, აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, იქიდან გამომდინარე, უკვე 19 დღეა შიმშილობს. ჩვენ ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, თან მით უმეტეს იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიღებთ ინფორმაციას სრულად პენტენციური დაწესებულებიდან, არ გვაქვს დოკუმენტაციას სამედიცინოს, რომელსაც პირველივე დღიდან უნდა აწარმოებდნენ შიმშილობის პროტოკოლის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ოფიციალური არანაირი პასუხი და დოკუმენტაცია არ გვაქვს, ჩვენ მხოლოდ სიტყვის იმედად ვერ ვიქნებით, მით უმეტეს, რომ 19 დღე ეს ადამიანი შიმშილობს და უკვე ვატყობთ, რომ ნელ-ნელა ეს შიმშილობა მასზე გარკვეულ გავლენებს ახდენს. მზია ამაღლობელის და სინდისის პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით უკვე მეორე დღეა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქტივისტი ლაშა ჩხვიმიანი შიმშილობს. იგი ამბობს, რომ ის გააგრძელებს შიმშილობას მანამ სანამ ყველა პატიმარი არ იქნება თავისუფალი. გუშინ ღამით გამოვედი მერიის წინ აუდიტი ჩემ მანქანით პარკინგზე და ვიშიმშილებ მანამდე სანამ არ გათავისუფლებიან უკანონო პატიმრები, აქციებს დაკვებული ადამიანები და არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები. იცი რა არის ყველა ვთანხმდებით ამაზე, რომ არჩევნები ჩატარდა უსამართლო გარემოში. არ იყო ფარული და დმანიში, სადაც 20,000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან 9,000 ადამიანი სოციალურად დაუცველია. ამ ადამიანებმა რო იციან, რომ არ იქნება ფარული მათი ხმა, მათ წართმეული აქვთ თავისუფალი არჩევანი. ეს არის უსამართლობა. შემდეგ ამის ეს რომ გავასაჩივრეთ ხო სასამართლოში თეთრზე შავად გაჟონილზე გვითხრეს, რომ არ გაუჟონიაო და ეს ასე უნამუსოდ, უტიფრად დაგვიმტკიცეს. გამოვედით ამის გასაპროტესტებლად და გვცემეს და დაგვიჭირეს ციხეში. და ამაზე ჩვენ ხო აი 2 თვის განმავლობაში უამრავი გზით ბრწყინვალე 1000 და 1000 ბრწყინვალე და მრავალფეროვანი ფორმით ვაპროტესტეთ ეს და ვაჩვენეთ როგორი რომ ევროპა არის დღეს საქართველოში და ეს შევინარჩუნეთ, ეს ბრაზი ჩავიკალით ბოლომდე და ეს შევინარჩუნეთ, რომ ესე არაძალადობრივი ფორმებით მშვიდობიანად გაგვეპროტესტებინა, გამოგვეთქვა ჩვენი სათქმელი. და ამ პროტესტში რომ ადამიანები დაიჭირეს, ხო, ეს არის უსამართლობა.
და დაიჭირეს როგორი მეთოდებით, ხო? ომსაც აქვს თავისი წესები, როცა ადამიანს დაიჭერ, ტყვეს როგორ უნდა მოექცე, ამის წესებიც არსებობს, არათუ შენს თანამოქალაქეს დაჭერილს პოლიციის ფურგონში, პოლიციის მანქანის ფურგონში შეგდებულს, გამოკეტილს, რო რაღაცა სპრეის ასხამ და გაზს ასხამ და იგებზე აყენებ. მე არ მეგურლება ადამიანი, არ შემხვედრი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს იყო სამართლიანი. ანუ ყოველთვის ხვდებით, რომ ეს იყო უსამართლობა. უბრალოდ ეხლა გვინდა, რომ გამბედაობა მოვიკრიბოთ, განსაკუთრებით რეგიონებზე ვაკეთებ აქცენტს, სადაც როგორი მდგომარეობა იმის გამო, რომ ხალხი გააღარიბეს და ამ სიღარიბით მე რაღაცნაირად მიიბეს იმ სოციალური 300 ლარიანი სამსახურებით და დაშინებული ყავთ. ეხლა ამ ხალხმა უნდა მოიკრიბოს გამბედაობა. თურმე პოსტი დამიჰაჰავებია სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაანთავისუფლეს ნინო ხაზალაშვილი, რომელმაც გუშინ პოსტი გამოაქვეყნა. ის 20 ივნამდე ინტერმუნიციპალური IP-ს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომელი იყო, თუმცა როგორც თავად გვეუბნება, პარტიული მომღერლის პოსტზე სიცილის ემოციის გამოხატვის გამო გაანთავისუფლეს. IP-ს დავით მუმლაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ გათავისუფლების მოტივებზე შეკითხვებით მას დაუკავშირდით. მუმლაძემ გითხრა, რომ ხაზალაშვილს ხელშეკრულება შეუჩერდა და გაგრძელება საჭიროდ არ მიიჩნია. IP-ს წლიური დაფინანსება 30,000 ლარია, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან იღებს. მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. 1999 წლის 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას ეს სიტყვები წარმოთქვა მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ. ამ მოვლენებიდან 26 წლის შემდეგ უკვე ქართული ოცნების სახელით თეა წულუკიანმა თქვა ეს სიტყვები. ციტატა: წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღება, რომელშიც საუბარია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების და აქტივისტების მიმართ ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ამ მოქმედებების გასატარებლად კი ქართულ ოცნებას ვადა აპრილამდე განესაზღვრა. რას ნიშნავს ასამბლეის დატოვება საქართველოსთვის? კითხეთ ისტორიკოს, ტოლერანტის ხელმძღვანელს ცირა მესხიშვილს. გუში რაც მოხდა ამ დღის განმავლობაში სტრასბურგში, ნამდვილად არ არის გასახარებელი. არავინ არ იფიქრობს, რომ ვიღაცას ეს უხარია. ეს კიდევ ერთხელ უბიძგებს ქვეყანას იზოლაციისკენ და თუ ჩვენ ჩამოშორდით ცივილიზ სამყაროს, ევროკავშირთან არ გვექნება ურთიერთობა, კანონიერი იქნება ეს ხელისუფლება თუ არა კანონიერი, არა აქ ამას მნიშვნელობა. მან ყველაზე მთავარი ის არის, რომ თითქოს აი ყურში მესმოდა ჟვანიას სიტყვები. მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ევროპელი და როგორ შეიძლება ის ნანატრი სიტყვები ჩვენი ქართველი ხალხის, რომელიც თავისუფლებისკენ მიყავს, რომელიც ღირსებისკენ მიყავს, ასეთნაირად და დაჩრდილო, ასეთნაირად გააპამპულო, აი ეს სიტყვებიც კი ძალიან ისეთი გულსატკენად ხდება სოციალურ ქსელში განსაკუთრებით და იმ მაღალი ტრიბუნებიდან აი ამ სიტყვების იგნორირება და ეს ადამიანი, რომელმაც და მისმა გუნდმა რა მნიშვნელობა 94 წლიდან ვიბრძვით ჩვენ ამისათვის, იბრძოლა იმისაც, რომ ევროკავშირს დაენახა საქართველო, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ საქართველოს ყოველთვის განიხილავდნენ რუსების ნაწილად. ამას წლები დაჭირდა, თაობები დაჭირდა, ხელისუფლებები დაჭირდა, არასამთავრობო სექტორის მუშაობა დაჭირდა. ეხლა გამოდის, რომ ევროკავშირი ისე ჩათვლის, რომ ჩვენ ვართ რუსების ნაწილი და დავრჩებით ასე. ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის შესახებ არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ვრცლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონს. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV.G და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე საარჩევნო დაპირების შესრულება პოსტზე მოსვლისთანავე დაიწყო. ამერიკული მედიით ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს თუ როგორ ამგზავრებენ ასობით უსაბუთო მიგრანტს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, მათ შორის გვატემალასა და კოლუმბიაში. გასულ უქმეებზე კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პედრომ უარი თქვა შეერთებული შტატებიდან აფრენილი 2 დეპორტირებული მიგრანტებით სავსე თვითმფრინავის მიღებაზე, რაც სოციალურ ქსელ ტვიტერზე 2 ქვეყნის ლიდერთა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. მხარეები ერთმანეთის მიმართ არც შეურაცხყოფას და არც ტარიფებით მუქარას მორიდებიან. საბოლოო ჯამში რამდენიმე საათის შემდეგ ბოგოტა ვაშინგტონთან დათმობაზე წავიდა და მიგრანტები მიიღო. ახლა საზოგადოებრივი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ვწყვეტთ. პრიორიტეტებით ვსაზღვრავთ. პრეზიდენტ ტრამპის პირობას ვასრულებთ. თუმცა მოგვიანებით ქვეყნის მასშტაბით მეც დავაკავებთ. კოლუმბიის საგარეო უწყება მოლაპარაკების გამართვის მიზნით ვაშინგტონში გასაგზავნად დელეგაციას ამზადებს. ჩვენ გავაგრძელებთ დეპორტირებული კოლუმბიელი ქალებისა და კაცების მიღებას. როგორც მოქალაქეებს, მათ უფლებების დაცვისა და ღირსეული პირობების დახვედრის გარანტიას ვაძლევთ. ორ ლიდერს შორის დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო. ეს შუაღამით ტვიტერზე დაიწყო. როგორც ჩანს, დიპლომატებთან კონსულტაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარეშე. სწრაფადვე გამწვავდა და ტვიტების სიტყვიერ ომში გადაიზარდა, რამაც დიდი გაუგებრობა წარმოშვა. მართალია გაუგებრობა არანატოელ ერთ-ერთ წამყვან მოკავშირესთან მალევე მოგვარდა, მაგრამ ანალიტიკოსები დაძაბულობას არც მომავალში გამორიცხავენ კოლუმბიიდან ამერიკაში ნარკოტიკების არალეგალურად შეტანის არაერთი ფაქტის გამო. პრეზიდენტ ტრამპს მალე მოუწევს ნარკოტიკებთან დაკავშირებული უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრა. ჩემი აზრით, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომდევნო დაბრკოლება იქნება. ბოგოტაში კოლუმბიელთა უკმაყოფილება სახეზეა. ყველაფერს დაემატა ისიც, რომ კვირის განმავლობაში შეერთებული შტატების საელჩოში მისულმა ბევრმა კოლუმბიელმა შეიტყო, რომ ვიზებთან დაკავშირებული მათი გასაუბრებები საერთოდ გაუქმდა.